1978 წლის 14 აპრილს ბევრი შემოქმედი ჰყავს და თბილისშიც მრავლადაა ისეთი ადგილები, რომლებიც ამ დღის მონაწილეებს იმ მნიშვნელოვან დღეს ახსენებს, როდესაც ქართველები წინაღუდგნენ მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეექმნათ ახალი ეროვნება, საბჭოთა ხალხი. თამარ მახარობლიძისთვის ერთ-ერთი ასეთი ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი მათგანია, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას შეეტანათ ცვლილება საბჭოთა კონსტიტუციის 78 მუხლში და ქართულ ენას დაეკარგა სახელმწიფოებრივი სტატუსი, ყველანაირი ხერხით ეწინააღმდეგებოდა. თამარ მახარობლიძე დღემდე ინახავს იმ საფოსტო გზავნილის ქვითარს, რომელიც მან საკუთარი ხელით უმაღლეს საბჭოსა და ცეკაში გააგზავნა და ეს იყო მაშინ ერთადერთი ოფიციალური საპროტესტო დოკუმენტი, რომელიც ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებმა ქართველი ხალხისგან მიიღეს. ამ დოკუმენტს ხელს 500 ადამიანი აწერდა. შეგიძლიათ იხილოთ 1978 წლის ქვითარია, დაზღვეული პოსტით გაიგზავნა. ასე შევინახე მაქაღალში და იმის მერეც ასეა ეს არ შემიცვლია, არ შეუძლია თავისი ფორმა. და მე ჩემი მონაწილეობა იყო კიდევ ის, რომ ნახეთ თულია ორი სიტყვით მოვყვემთ, რომ მთელი ეს პროცესი გრძელდებოდა. მე მიუძღვებოდი დემონსტრაციის, მომწეს მილიციის მანქანა, რუპორი და ეს ზემელზე და ბოლომდე გაუძეხი ამ დემონსტრაციას. ბოლოს მოვითხოვე რადიოების ჩართვა, რომ დამედასტურებინა ის, რასაც მეუბნეოდნენ, რომ უკვე ყველაფერი დადებითად იყო გადაწყვეტილი და როდესაც რადიოები ჩართვეს და ჩვენი ყურით გავიგეთ უკვე, რომ სასურველ შედეგს მივახციეთ, მერე გამოვაცხადე დემონსტრაცია დააშლილად. ყველა მოგონებას, რომელიც 1978 წლის ქართული ენის დაცვასთან დაკავშირებულ მოვლენებს უკავშირდება, დღეიდან ერთი წიგნი მოყვება. ის, რაც აქამდე კონკრეტული ადამიანების მონათხრობიდან ან საგაზეთო სტატიებიდან იცოდით, ერთ კრებულად შეიკრა. 1978 14 აპრილი, ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ახლახან გამოვიდა და მასში იმ დღეების 30-მდე მონაწილე საკუთარი 14 აპრილის შესახებ ყვება. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2012 წლის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. მასში ყველაზე დიდი ფართომასშტაბიანი მანიფესტაცია და გამოსვლები იყო ორგანიზებული, რამაც რეალურად შეასრულა აზრი მაშინ ხელმძღვანელობას და საკმაოდ დიდი ბიძგი მისცა შემდგომში უკვე ეროვნულ მოძრაობას და საბოლოოდ აბსოლუტურად დანაშაულებრივი რეჟიმის დამხობას, რომელიც ამ ქვეყანაში 70 წლის განმავლობაში პატრონობდა. ამიტომ ამ მოგონებების გაერთიანება ერთ წიგნად ეს არის ძალიან კარგი საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის 14 აპრილი რაოდენ მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო განსხვავებულად სხვა რაკურსით და სიღრმისეულად წარმოგვიდგენს ამ დღეს და მის მნიშვნელობას, იმიტომ რომ ამ წიგნში შესულია ისტორიები უშუალო მონაწილეების მონათხრობი. ანა ბაქანიძე ამ წიგნის ავტორია და აქ მოთხრობილი ამბები ყველაზე უკეთ მან იცის. ის კარგად იცნობს მათ ავტორებსაც. ახალი გამოცემის პრეზენტაციისთვის უნივერსიტეტის შენობა იმიტომ შეირჩა, რომ წიგნის ისტორიების მთავარი პერსონაჟები სწორედ უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იყვნენ. საერთო ჯამში ეს ადამიანები არიან ძალიან აქტიურები, მათი დიდი ნაწილი ისევ უნივერსიტეტშია. ქალბატონი დარიჯან თვალსაჩინო ხალხურ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი თამარ მახარობლიძე, ასევე ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, სხვები და სხვები. ანუ ისინი ისევ აქტიური წევრები არიან ჩვენი საზოგადოების და რაც თავი მისაბაძი წევრები, ჩემთვის პირადად მე ქეთს ვიხრი ამ ადამიანების თითამამის წინაშე, მათი გამბედაობის წინაშე, ვინაიდან იმ დროს ასე მკაფიოდ საკუთარი აზრის აფიქსირება, თქო გამოსვლა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, თუნდაც ერთი სიტყვის თქმა იყო ძალიან დიდი რისკის შემცველი და მათ ეს შეძლეს. წიგნი, რომელიც ალბათ ბევრი ადამიანის ბიბლიოთეკას შეავსებს, არ შეიცავს შეფასებებს, არც რაიმე თვალსაზრისს, მხოლოდ მოგონებებზეა აგებული. საკუთარ შეფასებას კი დღეიდან მკითხველისგან დაელოდება.